სალომე ზურაბიშვილი უკვე მიუნხენში იმყოფება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიუნხენის გლობალურ უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და ის იქნება საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით და გააჟღერებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს. ამ კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს ქართული ოცნება და იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ლიდერები წყვეტენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, გლობალურ საკითხებს, რაც არის განსაკუთრებით ამ შემთხვევაში რუსეთის აგრესია და უკანონო შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს საქართველოს ხელისუფლება ადგილზე წარმოდგენილი არ იქნება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება არ დაესწრება წლის ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების კონფერენციას, თუმცა აქ იქნება სალომე ზურაბიშვილი და სალომე ზურაბიშვილი შეეცდება მაქსიმალურად, რომ ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. დღის წესრიგში უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში საქართველოს დღის წესრიგში. ეს იქნება პანელური დისკუსია, ასე ქვია დისკუსიას, რომელშიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილზე და საინტერესოა რა ექნება სალომე ზურაბიშვილს სათქმელი კონკრეტულად ივანიშვილთან დაკავშირებით. საინტერესოა ისიც, რომ კონფერენციაზე, სადაც მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინის ომი და ომის დასრულების გზების მოძებნაზე იმსჯელებენ მსოფლიოს ლიდერები, საქართველოს საკითხი ცალკე დღის წესრიგში ჩასვეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ არის დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში და უყურადღებოდ არტოვებენ საქართველოში განვითარებულ პროცესებს. როგორც უკვე იცით, მიუნხენში იმყოფება ყველა, მათ შორის ამერიკის დელეგაციაც და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯიდი ვენსი ჩავა აღნიშნულ კონფერენციაზე, ასევე იქნებიან ევროკავშირის ლიდერები და სალომე ზურაბიშვილს ექნება შესაძლებლობა, რომ ორმხრივი შეხვედრები გამართოს პრეზიდენტის მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ასევე განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ პანელზე, არამედ ისაუბრებს, არამედ ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს და საინტერესო ამ შემთხვევაში ვისთან შეხვედრას მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი და რა გზავნილებს გააჟღერებს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ რეგიონიდან, სამხრეთ კავკასიიდან ამ კონფერენციას ასევე ესწრება სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირები, თუმცა ქართული ოცნება, რომელიც არის საერთაშორისო და აღიარებული არალეგიტიმური და თვით გამოცხადებული მთავრობა, ამ კონფერენციაში მონაწილეობას არ იღებს და ჩვენი ქვეყანა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ნაწილი არ იქნება. პირველად ხდება გასული არ ვიცი უკვე რამდენი წლის მანძილზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის წარმოდგენილი მიუნხენში, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ეს ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება ხედავთ, რომ მათ არსად არ იწვევენ, სადაც არის შეკრება მსოფლიო ლიდერების, დემოკრატიული ქვეყნების. ეს მიუნხენის კონფერენციაზე წყდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, ამიტომ კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის დაპატიჟებული სწორედ როგორც ევროპარლამენტმაც აღიარა ის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ამ ქვეყნის და მას ექნება შესაძლებლობა, რომ ქართველი ხალხის ხმა გააჟღეროს იქ და მათ შორის კონდეს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან, იმიტომ რომ ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი განახორციელებს რეჟიმთან მიმართებაში უახლოეს მომავალში. პირველ რიგში მიხარია, რომ აქ იქნება სალომე ზურაბიშვილიც და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ დღეს გლობალურ ლიდერებს, რომლებიც ფაქტობრივად მონაწილეობენ და დღეს ხდება ეს აქ საქართველოში, მიუნხენში გლობალური წესრიგის ცვლილების პროცესში, აუხსნათ, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იმსახურებდა და დღეს განსაკუთრებით იმსახურებს მხარდაჭერას, იყოს დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. დღეს მიუნხენში ახალი გლობალური წესრიგის კონტურები იხატება. კატასტროფაა და წარმოუდგენელია, რომ საქართველოსთან დღეს ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები აქ არ არიან. ეს უბრალოდ ნიშნავს, თქვენ გონიათ მათ არ შეეძლოთ აქ ჩამოსვლა, შეეძლოთ. უბრალოდ კიდევ უფრო დიდ სირცხვილს დაეჯახებოდნენ, იმიტომ რომ მათთან არავინ შეხვედრას არ მოისურვებდა და ვერავის ვერ დაელაპარაკებდნენ. ამიტომ არ არიან დღეს ისიც წარმოდგენილი. მათ ეს საკუთარი ეგო დააყენეს ყველაზე მაღლა იმის მაგივრად, რომ საქართველოს დღეს აქ იყოს წარმოდგენილი როგორც იმ გლობალური წესრიგის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც ხვალ ზეგ იქნება აქ საუბარი.
ის რომ დღეს ქართული ოცნება არ იღებს მონაწილეობას მიუნხენის გლობალური კონფერენციის სამდღიან კონფერენციაში არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენი ქართული ოცნება ივანიშვილის რეჟიმი არ არის აღიარებული და სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციეს პარტნიორებმა, ის რომ ევროკავშირმა ქართულ ოცნებასთან შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები და პრაქტიკულად ხელსაც კი აღარ ართმევენ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, არის იმის დადასტურება, რომ დღეს ქართული ოცნება არავინ მიიწვია ამ კონფერენციაზე და მიიწვიეს საქართველოს სახელით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. კონფერენციაზე დღეს დაესწრებიან ოპოზიციის ლიდერებიც და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი უკვე იღებს მონაწილეობას, ექნებათ მათაც შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში და ქვეყნის მთავარ პრობლემებს გააჟღერებენ. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, კონფერენციაზე იქნება უკრაინის ომი, ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტული დღის წესრიგით ჩადის მიუნხენში უკრაინის ომთან დაკავშირებით, ისაუბრებენ ომის და კონფლიქტის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია ამ მხრივ და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე წარმომადგენლობითი და ყველაზე მასშტაბური კონფერენცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიუნხენში გამართულა. შესაბამისად, წელს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება იქნებოდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან უნდა იმსჯელოს უკრაინის ომზე და ჩვენი ქვეყანა, რომელიც არის წლების განმავლობაში რუსული აგრესიის ნაწილი, რუსეთის აგრესიის, ასე ვთქვათ, თავდასხმის ობიექტი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის რუსეთის მიერ ოკუპირებული. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რუსული ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანასთან დაკავშირებით მსჯელობის დროს საქართველოს მთავრობა ყოფილიყო იქ, თუმცა როგორც უკვე გითხარით, სალომე ზურაბიშვილი შეითავსებს წელს მიუნხენის კონფერენციაზე ხალხის სახელით საუბარს. რადგან კონფერენცია არის უკრაინის თემით მოცული და ყველაფერი უკრაინის შესახებ, ნებისმიერ შეთანხმების, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი უნდა იყოს საქართველოს. ჩვენს გარეშე არაფერს ხელი არ უნდა მოეწოროს და ჩვენს გარეშე არანაირი თანხმობა არ უნდა შედგეს, იმიტომ რომ თუ ეს მოხდა, არ ვიცი, მე მგონია, რომ ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სალომე ზურაბიშვილი იქ იქნება და ქვეყანას შანსი აქვს, მაშინ, როდესაც ყავს უკიდურესად უპასუხისმგებლო ადამიანები, რომლებიც თავის ხან დეპუტატებს ეძახიან და ხან მინისტრებს და ხან პრეზიდენტებს, ვიღაც მაინც იყოს, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს და ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის ბოლო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ვინც წარმოადგენს ამ ქვეყნის ინტერესებს და იცავს და იბრძოლებს ამ ქვეყნის ინტერესების. როგორც უკვე გითხარით, პანელურ დისკუსიას საქართველოს დღის წესრიგში ქვია, რომელშიც მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ის პანელზე იქნება მარტო და პრეზიდენტის გამოსვლას დღის ბოლოს საღამოს 11 საათის შემდეგ ველოდებით.